1975 წელს სოხუმში ჟურნალი რიწის პირველი ნომერი გამოვიდა. 50 წლის შემდეგ კი ჟურნალის საიუბილეო ნომერი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში გამოიცა. პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის „მე აფხაზეთისთვის 2025 წლის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ნომინანტებს შორის იყვნენ პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ უდიშარია და ქართველი სპორტსმენი UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურია, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ გულისხმობდა წარმატებული ახალგაზრდების წარმატებული მონაწილეების დააჯილდოებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის კულტურის განვითარებაში. შესაბამისად, მე მინდა მივულოცო მათ უსურვო წარმატებები. აფხაზეთის მთავრობა სამომავლოდ კიდევ გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების ხარდაჭერას. ჟურნალ რიწა შეუსრულდა 50 წელი. მე დაახლოებით 8 წლის განმავლობაში ვიყავი რედაქტორი ამ ჟურნალის. მომიწია ომის დროსაც რედაქტორობა. ჟურნალ რიწას ჰქონდა ძალიან დიდი ფუნქცია, მხარში ამოდგებოდა მწითხოვს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა მას დაეკეთებინა, მეტი ლიტერატურული ხიდი აიგო ქართველებსა და აფხაზებს შორის.